Buenos noches. ეს Camp Nou-ა. მრავალი შემოტრიალებული თამაშის ნახველი სტადიონი და რაც თავარია ფუტბოლ კლუბ ბარსელონას სახლი. და თუ ბარსელონას 17 აპრილს სევილიაში ლაკარტუხაზე კოპა დელ რეის ფინალში თამაში სურს, მან დღეს ასევე სევილიურ როხი ბლანკოს 0-2 უნდა დაუტრიალოს. ბარსაში ინსტიტუციური ქაოსია. რამდენიმე დღის წინ გუნდის ყოფილი მენეჯერები, მათ შორის ექს-პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუც დააკავეს. კარსა მომდგარი 7 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების და ტემპერატურის დაგდება ჯერაც ვერ ხერხდება. თუმცა ლეო მესი ისე როგორც ბოლო წლებში ახლაც ხრებით მიათრევს კატალონიელებს, რომლებმაც უქმეებზე სწორედ მისი დიდი დამსახურებით და რონალდ კუმანის ტაქტიკური მასტერკლასი დღევანდელი მეტოქე სევილია ლა ლიგაში დაამარცხეს. ის წამოეხმარა თანაგუნდელს მესი ეს მოძრაობები ყოველთვის გამოუვა ამ ადამიანს. დემბელე, კუნდესა და დემბელეს ორთაბრძოლა სრულდება დემბელეს გამარჯვებით, დროებით. მინგესა არის თავისუფალი. რა, მინგესა არის თავისუფალი, თავად დაასრულა. მინგესა. რა შეაგდო უსმან დემბელემ ახლა პაუზიდან აი სტატიკური მომენტიდან ასეთ გატანილ გოლზე ბარსას როცა გააქვს, კი ბატონო გვერდზია მესი და ისიც გაგახსენდება, რონალდინიოც გაგახსენდება, ჩელსისთან რივალდოც გაგახსენდება, ულამაზესი გოლი. რა მაგრად შემოატარა, აქტივს გაიჭედა, ხო ბურთი ბოლოს მაინც მოახერხა, გამოვიდა დემბელე და აი ეს მოუმზადებლად დავარქვათ ეს, თუ ვაჩლიკი იყო მოუმზადებელი ამ ბურთისთვის. ვაჩლიკიც აქ ვერაფერს გააწყობდა ალბათ, ცველებისთვისაც მოულოდნებს, მოუგერიათ 11 მეტრიანი. თავად ოკამპოსი მივიდა ბურთთან. წინა სეზონში კი ის იყო საშტატო შემსრულებელი. უკას ოკამპოსი. დატოვებს ტერ შტეგენი ბარსელონას თამაში, თუ ოკამპოსი მიაახლოვებს სევილიას მეათე კოპა დელ რეის ფინალთან. ლაკარტუხაზე. ოკამპოსი, აიღო ტერ შტეგენმა. თანს დააფიქსირა ბურთი. ისევ ტერ შტეგენი მოულინა ბარსას ხსნელად, მე რამდენად. ტერ შტეგენი ძალიან სულაჩია დაარტყა. უარესებიც გვინახავ. ჩააგდო ლეომ, ჩაახვია კიდევ ერთხელ. დიეგო კარლოსი. მარგა დაუშვა ბურთი კუთხურზე, გრიზმანი კიდევ ერთ წაწოდება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცრუ მოძრაობაზე დაიჭრა. არის კიდეც! პიკე! ბარსელონა აბრუნებს ამ თამაშს, ჯერ არაფერი სრულდება აქ და დიდი ალბათობით გვექნება უკვე დამატებითი დრო. ხერარ პიკე! და 10-კაციანი სევილია. გრიზმანმა სხვა მიმართულებით გადააგდო იქ დიეგო კარლოსი, გამოითავისუფლა თავი, უზუსტესი ჩაწოდება და პიკე. კიდევ ერთხელ. გამოეპარა კუნდეს ვეღარ აიყვანა. ენესირიც იყო აქ პრობლემური რგოლი დაცვაში კიდევ ერთხელ რატომ არ ახტა მაროკო ალბა მარცხნა ფლანგიდან ჩაწოდება საჯარიმოში და გავიდა 3-0 და 3-2 მატჩის ჯამში ეს კაცი რაღაც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. ხო, ცალი ფეხით კი არა, ფეხნახევარით ბარსელონა უკვე ლაკარტუხაზეა. ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება, სევილია კი უმძიმეს სიტუაციაშია. სამივე კანდიდატი რა თქმა უნდა ბედნიერი არის, ახლა მათი კონკურენციიდან გამომდინარე რო არ გაიხარონ, ხო არ გამოვა. ალბას კიდე საფირმო ჩაწოდება დაასვა თავზე და ცველებს ჩამოეძინათ. ბრეისვეიტმა შეირბინა ზურგს უკან და ვაჩლიქს აჯობა. ვაჩლიქს ფეხებს შორის გაუძრა ბურთი. ტრიკაუმაც იქ როგორც იქნა უნდა მეთქვა და აი როგორც იქნა მესი დასრულდა. ბარსელონა ლაკარტუხაზე მიდის და დაელოდება თავის მეტოქეს, რომელიც ხვალ გამოვლინდება. გამარჯვების გოლი კი გაიტანა მარტინ ბრაითვაიტმა, მაგრამ